ადგილზე გავეცან ინფორმაციას, რაც დღეს შუა დღისთვის იყო მონაცემები აქ არ შეცვლილა, 18 გარდაცვლილი არის ნაპოვნი, 12 არის იდენტიფიცირებული, თუმცა დღესაც ეხლაც გაემართნენ ახლობლები ქუთაისში, პროექტურაში ამოცნობის ღონისძიებებისთვის და მიმდინარეობს 18 ადამიანის ძებნის ოპერაცია. დღესაც ნახეთ თქვენ რომ ხიდი არის უკვე მოწყობილი, ნახეთ რომ ძალიან ბევრი არის ტექნიკა ჩართული და ასევე მაშველები ჩვენ სამხედროები მუშაობენ ძალიან ინტენსიურად რომ იპოვონ ყველა დაკარგული პირი. რაც შეეხება თვითონ ინფრასტრუქტურას, იმისთვის რომ ეს ძებნა იყოს უფრო ეფექტიანი, არის ორი ახალი გზა მოეწყო, სრულად ახალი. ჭანჭახის მარცხენა სანაპიროზე გაიჭრა ახალი გზა, ვინაიდან მარჯვენა იყო საწყო გზა და დაითხოვა, მარცხენა სანაპიროზე გაიჭრა დაახლოებით 700 მეტრის ახალი გზა და მივიდა ეგრეთ წოდებული კალცის წყლის მინერალური წყლის წერტილამდე და იქაც მიდის ძებნა, ვინაიდან იქ როგორც წესი იყო ხოლმე დამსვენებლების ან ტურისტების შეგრების ადგილი, ასევე კურორტის გარშემო ახალი გზა გაიჭრა დაახლოებით კილომეტრი და 200 მეტრის სიგრძის, რომელიც თავისთავად ტექნიკის გადაადგილებისთვისაც არის მნიშვნელოვანი, ასევე ცოცხალი ძალისთვის, რომ ყველა მხრიდან იყოს მუშაობა. ძალიან მძიმეა რა თქმა უნდა, რასაც ახლობლებთანაც ჰქონდა მე საუბარი, თუმცა მეორე მხრივ, როდესაც ხდება მოძებნა გარდაცვლილების იდენტიფიცირება, ეს გარკვეულწილად არის რა თქმა უნდა მათთვის მნიშვნელოვანი, რომ მათი გარდაცვლილი ოჯახის წევრები ფიზიკურად შეძლონ მათი დატირება, ასე რომ მიმდინარეობს ძებნის სამუშაოები და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო ყველა სამსახურს, რომელიც დაუღალავად არის ამ პროცესში ჩართული, თვითონ ღამითაც მუშაობს ყველა. ბატონო, თუ შეგიძლიათ არასრულწლოვანთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია, ცოტა ხნის ჯوان შეგვიძლია თქვა რომ რამდენიმე არასრულწლოვანი ამერიკას ერთი ვიცით არის იდენტიფიცირებული სულ რამდენი ბავშვის ცხედარი არის. მე ზუსტად ვერ გეტყვით ახლა ეს ასაკობრივი ჯგუფი, დღეს იცით რომ იქნა ნაპოვნი გარდაცვლილი და იცით რომ ამოიცნო მისმა მამამ და რა თქმა უნდა ძალიან რთული და ელით აღუწერელი ტრაგედია არის რა თქმა უნდა ასეთი სურათების ნახვა. მინდა ასევე ბატონო, მინდა კითხოთ ვახტანგ გომელაურთან დაკავშირებით დღეს სოციალურ ქსელებში აქტიურად იწერება სტიქიდან მეოთხე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი რატომ არ ჩამოვიდა რაჭაში, მათ შორის პოლიტიკური პრობლემიდან გათავისუფლებულმა ნიკა გვარამიამაც დაასვა ეს კითხვა საჯაროდ. რა შეგიძლიათ გითხრათ, სად არის ვახტანგ გომელაური? ვამჯობინებდი რომ ასე დროს უფრო საკითხთან ესეთი კითხვები იყოს, რომელიც საკითხთან ახლოს არის, რაც შეეხება პროცესს იცით რომ ყველა არის ამაში ჩართული. მე კარგი იყო აქამდე ამას არ ვფიქრობდი რომ მოკითხული ქონათ ეს ამბავი, ბატონ ვახტანგს აქვს ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არის საკითხი და აქედან გამომდინარე ის თავად ფიზიკურად აქ არ არის, თუმცა ყველაფერში რა თქმა უნდა ჩართული არის და მთლიანად უწყება ამ უწყებაზე დგას დღეს მთელი სამაშველო ღონისძიებები, ხომ ხედავთ ჩვენ მაშველები როგორ მუშაობენ, როგორ არის ტექნიკა და ასე შემდეგ, ამიტომ უწყება არის სულად მობილიზებული, ამიტომ თხოვნა არის პასუხი ამ შემთხვევაში ჩვენგან მიიღეთ და უმჯობესია რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ნაკლებად იყოს. ასევე გითხავთ ვერტფრენებთან დაკავშირებით, თუ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ განგვიმარტოთ რა არის მიზეზი, რის გამოც მეზობელ ქვეყნებს არ თხოვეთ დახმარება. ვრცელდება ინფორმაცია, თვითონ შემოთავაზებები იყო მეზობელი ქვეყნებიდან რომ დაგვეხმარებოდნენ ვერტფრენის სამძებრო ოპერაციაში, რომ მიიღოთ მონაწილეობა. თუ შეგიძლიათ განგვიმარტოთ, ჩვენ მოვისმენთ პრემიერის პოზიცია, რომ არ იყო საჭირო თქვენი პოზიცია. ხო, არა საჭიროება არ იყო ამას ეს მე მგონი თავიდანვე ითქვა განიმარტა, რომ არ არსებობს არც ერთი გადაუდებელი სამაშველო ღონისძიება და ამოცანა, რომელიც ვერ შესრულდა. ამიტომ რა თქმა უნდა არ იყო ამის საჭიროება, თორე არის ეთაკილება დახმარების თხოვნა, ჩვენც ვეხმარებით ხოლმე ჩვენ მეზობლებს, როცა საჭირო არის და მეზობლებიც დაგხმარებიან მაშინ როცა ამის საჭიროება იყო. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა ქვეყნებს შორის ურთიერთობაში, ურთიერთდახმარება, ამიტომ არ იყო საჭიროება. თქვენ ხედავთ კიდევ ერთხელ რაოდენობის ტექნიკა და ასევე ადამიანები, მაშველები და სამხედროება არის მობილიზებული. ასე რომ ამ ხრის საჭიროება არ იყო. მე მინდა კიდევ ერთხელ მაინც მიწევს ყოველჯერზე კომენტარიზობს ამაზე ხაზის გასმა. კიდევ ერთხელ
მოუწოდო ყველას რომ დეზინფორმაციის გავრცელებას მიაქციონ ყურადღება და ასევე რაც ტენდენცია არის მათ შორის მითხრეს რომ არის სოციალებში საბანკო ანგარიშები გამოქვეყნებული თითქოს მოწოდება თანხის შეგროვებისკენ მათ შორის მეც ვნახე ერთი და იგივე საბანკო ანგარიში ორ სხვადასხვა Facebook-ის გვერდზე ხარ მინდა მე არავის გულწრფელობაში შევიტანო ეჭვი, მაგრამ რა თქმა უნდა ასე დროს არის დიდი რისკი თაღლითობის, ამიტომ მოსახლეობას მოუწოდებ არანაირი საჭიროება რაიმე თანხის შეგროვების და ასე შემდეგ არ არსებობს ყველასთან, ვინც იქნება ეს ოჯახის წევრი დაკარგული ადამიანების თუ ზოგადად ამ პროცესში ჩართული ადამიანები, ყველა არის აბსოლუტურად ყველაფრით უზრუნველყოფილი. იქნება ეს საკვები, წყალი, საცხოვრისი, ყველაფრით არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი და არანაირი საჭიროება ამის არ არსებობს. მადლობა თქვენს ვენდით შალვა პაპუაშვილს პარლამენტის